საქართველოს პირველი მმართველი ქალი იყო თამარ მეფე. დაიბადა 1160 წელს. მისი მშობლები იყვნენ მეფე გიორგი მესამე და ოსთა მეფე სასული გურდახანი. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ: თინათინი და რუსუდანი. თამარ მეფე ატარებდა ტიტულს მეფეთ მეფე და დედოფალ დედოფალი. აფხაზთა, ქართველთა, რაინდთა, კახთა, სომეხთა, შარვანთა და შაჰთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელთა მკრობელი. თამარი 12 წლის იყო, როდესაც ავიდა ტახტზე. გიორგი მესამე ნერვიულობდა, რომ მას ვაჟი არ ყავდა და იმასაც ნერვიულობდა, რომ თამარს მეფობის სტატუსს წაართმევდნენ. როდესაც თამარი 18 წლის გახდა, გიორგი მესამე გარდაიცვალა. თამარი დღემდე ცნობილია და ასე გაგრძელდება მუდამ. მასზე არაერთი პოემა, ლექსი თუ მოთხრობა არსებობს. ასევე არსებობს არაერთი თამარი მეფის ხიდი. თამარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა სათნოებისა და სარწმუნოების ღვაწლის. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც თამარ მეფე არ მოსწონს. ასევე არ შეიძლება თამარ მეფის ხსენების დროს არ ვახსენოთ შოთა რუსთაველი. შოთა რუსთაველმა თამარ მეფეს მიუძღვნა ვეფხვის ტყაოსანი. შოთა რუსთაველი თამარ მეფეს შორიდან ეტრფოდა. ესეც დიდი ისტორიაა და შემიძლია ცალკე ვიდეო გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია თამარ მეფის შესახებ მეორე ნაწილი გავაკეთო, რომელშიც თამარ მეფის ისტორიას მოყვები. თამარი 1210 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა 43 წლის ასაკში. იმისი ცუდად ყოფნა შეატყვეს და თბილისში გადაიყვანეს. მას დაახვიეს უამრავი ექიმი, რადგან იგი გადარჩენილიყო. ეს ყველაფერი ამაოდ. 2 თვის შემდეგ თამარ მეფე გარდაიცვალა. მის სანახავად უამრავი ადამიანი მიდიოდა. ახლა კი მოგიყვებით თამარ მეფის შესახებ 2 საინტერესო ლეგენდას. პირველი არის ვარძიაზე, მეორე კი თამარის დასაფლავებაზე. მოდი დავიწყოთ ვარძიის შესახებ ლეგენდის მოყოლა. როდესაც თამარი პატარა გოგო იყო, გიორგი ბრწყინვალე თავის მხლებლებთან ერთად დღევანდელ ვარძიაში წავიდა. ვარძია ჯერჯერობით გამოუკვლეველი ადგილი იყო. თამარი კი ონავარი ბავშვი იყო და უყვარდა სირბილი. ამიტომაც ის ერთი ოთახიდან მეორეში გადაირბენდა, მეორე და მესამეში და თავგზა აიბნა. როდესაც შეამჩნიეს, რომ თამარი მათ გვერდით არ იყო, მას ძებნა დაუწყეს. ერთ-ერთი ხმებმა გაიგონა თამარის ხმა და თამარმაც გაიგონა მისი ხმა და თამარმა თქვა: „აქა ვარძია, აქ“. ამის შემდეგ თამარი დაუბრუნდა გიორგი მესამეს და ამის შემდეგ ამ ადგილს ვარძია ეწოდა. ახლა კი მოგიყვებით ლეგენდას თამარ მეფის დაკრძალვაზე. თამარ მეფის ბოლო სურვილი იყო, რომ მისი საფლავი არავის არ სწონოდა. ამიტომაც თავის მომხლებლებმა ეს ყველაფერი შეუსრულეს. დაამზადეს 7 ოქროს კუბო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაანაწილეს. ერთ-ერთში კი თამარი იყო დამარხული და რადგან არავის არ გაეგო მისი ადგილმდებარეობა სად დაკრძალეს, ის ხალხიც მოკლეს ან თავიანთი თავი მოიკლეს, რადგან თამარის საფლავის ადგილმდებარეობა არ გაეთქვათ. ასევე ნათქვამია, რომ თამარის საფლავთან ერთად აურაცხადი ოქროა დამალული.